მოგესალმებით, ეს EUG Hub-ია, EUG Hub-ის YouTube არხი და ჩვენ დღეს გვექნება EUG Unlock-ის მეორე გადაცემის ჩაწერა და ჩვენთან ერთად იქნებიან ბიჭები საქართველოს უნივერსიტეტიდან, ბიჭები გაგვეცნობიან ახლა რა ფაკულტეტზე სწავლობენ, რატომ სწავლობენ და რა უნდათ ზოგადად ცხოვრებაში. აბა დაიწყეთ ბიჭებო, ისმენთ. მე დავიწყო? დიახ. მე ვსწავლობ ქართულ ფილოლოგიაზე. აჰა. რატო ვსწავლობ უნდა გითხრა და რა მინდა ცხოვრებაში? არა, საკმარისია ქართულ ფილოლოგიაზე. სასიამოვნო. გიორგი? რა ისწავლეთ? მე ვისწავლე სამსახიობოზე, საცერკო საესტრადოზე. რა საინტერესოა. თორნიკე გამარჯობა გაეცანი ხალხს. მოგესალმებით, მე ვარ თორნიკე და მე ვსწავლობ სამართალზე. ეს იქნება ჯერჯერობით ჩემი კომენტარი. კი ბატონო, თქვენი აზრით რამდენი ხანი გექნებათ, რომ იპოვოთ ყველა მინიშნება და მოიგოთ პრიზი საქართველოს უნივერსიტეტისგან? წინა გადაცემა. მართალია, 9 საათი გექნებათ. ღირსად ვიცოდით და მინდა შეგახსენოთ, რომ თავარი წესი არის ეს. თქვენ მეგობრობთ, როგორც ვიცი. შეგიძლიათ ხელი გადახვიოთ ერთმანეთს და ეგრე იაროთ, შეგიძლიათ ის გავუყაროთ, ქართული შესატყვისი არ ვიცი, არ ვიტყვი მაგ სიტყვას. არც მე არ ვიტყვი. და ესე უნდა იპოვოთ მინიშნებით თქვენ ამ დროის განმავლობაში ჩვენთან ერთად იქნებით თუ ამ დროის განმავლობაში თქვენთან ერთად ვესტები რომ ვიყო და ისრუნეთ ოპერატორზე რომ ძალიან ბევრი არ არბენინოთ იმიტომ რომ ჩვენ სიბილს არც ვაპირებთ მე სიმართლე გითხრა მეგონა რომ 10 წუთი იქნებოდა დრო იმიტომ რომ ეს ნახევარი საათი ცოტა ძალიან დიდი დროა კი ბატონო 20 წუთი არა ნახევარი საათი ახლა ეს უპატივცემულობა იმ ადამიანების ნახევარი საათის იმიტომ რომ ჩვენ ხო გითხარით რომ ნახევარი საათი იქნება ასე დავტოვოთ ნახევარი საათი ახეთ უკვე მებწვია სამართალზე კარგი ო თქვენ ქორო ხართ ლაშაკელაშვილი 1-2 წავიდა დრო აბა რა არის პირველი მინიშნება ბიჭებო ნახეთ ახლოს დავკეთ ერთმანეთთან ეს აშკარად თქვენ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა ბიჭებო პითონი ბრაზილია გერმანია აბა ხალხო პითონი ბრაზილია გერმანია 10 წამი გავიდა პითონი ბრაზილია გერმანია პითონი აბა იმსჯელეთ პითონი რა არის პითონი არის გველი კი ვიცით ბრაზილია ხო ის რა ბრაზილია ეს იქ კამერა იქით ვიმუშაოთ ხო კი ბატონო კამერას ჩვენ ვიმუშაოთ ხე რა გამოხდეთ ბრაზილია გერმანია პითონი ბრაზილია გერმანია გველი გველზე რა გახსენდება სამხრეთ ამერიკა და ევროპა გველზე რა გახსენდება გველზე მახსენდება გველი რომ და გამახსენდეს გველზე მაგრამ ბრაზილია გერმანია რომიდის დრო არ ჩერდება რო ჩერდება პითონი ბრაზილია აუ ლისა ბიჭო პითონი ბრაზილია გერმანია ბრაზილიის დროშა მაპოვნინე ჯერ ერთ წამით აი ბრაზილიის დროშა აგე ბრაზილიის დროშა მე გერმანიის დროშა არა აქვს გვერდით არ აქვს არც გერმანია ბიჭო პითონი შეიძლება იყოს რომელიმე დროშაზე იმად მიხვდი და მოდი დროშებს საერთოდ ნახეთ ველოსიპედითაც კი მოდიან საქართველოს უნივერსიტეტში და ესე აჩერებენ ესე წყნარად იმიტომ რომ არავინ არ მოიპარავს აქ უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა ჯერჯერობით სამი ბრაზილია მინდა გითხრათ რომ ახლოსაც კი არ ხართ ცხელა თუ ცივა და იც როგორ ცივა აი წინაოს კანკალი მიდის აუ, მოდით ერთად რატო გვაკანკალი უი ბოდიში მოდი მეგობრები ხართ ბიჭო პითონი ბრაზილია გერმანია კარგად იფიქრე ყო ნახევარი საათი გვაქვს დრო და მე უკვე აღარ მომწონს ეს ყოველი პითონი ბრაზილია გერმანია მე მინიშნება შემიძლია მოგცეთ ვიღერე მინიშნება კაი მოგცეთ ხომაღლა თქვი არა ჯერ გისმენთ აბა მინიშნებას გვაძლევს სიჩუმე შემიძლია მოგცეთ შემიძლია არა კაი მადლობა დიდი მადლობა ვერ დაგეხმარეთ ნუღა გავაჩერეთ პითონი ბრაზილია გერმანია მე პითონი ბრაზილია ხადმედი ხართ რომ ბრაზილია გერმანია რა შუაშია პითონი ბრაზილია მესამე სართულზე არა იქეთა კივეები უნდა გამოგვეყენებინა მე მგონი რატო უფრო მეტი ხდება მოდი თან არ ვიდეთ ჯერ აქ ცუდია ქოა ბრაზილია გერმანია პითონი ბრაზილია გერმანია ბიჭო საფრთხე ჩემპიონატის ჩავსტათ ხალხო სოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს პითონი ბრაზილია გერმანია რაღაცა მოდი თავი კამერაში მიმსჯელოთ რაღაცას საუბრობდით ფოროფექს დავოდი ხომ გითხრა შემიძლია არა მანამდე გითხრა რომ დროშაზე რას უნდა დააკვირდეთ ეგ არანაირი კავშირი არ არის საერთოდ და მე დაიწყო ცივა და ეხა ცხელა ბრაზილია გერმანია რას იძახდი სოფლიო ჩემპიონი სამბო და რა მაგრამ აღნიშნე რომ არგენტინას ფულსენატორობს და ეგ კარგია მაგრამ ბრაზილია გერმანია როგორც პითონი პითონი აბა პითონი განვიხილოთ პითონი არის ერთ-ერთი გველის ნაირსახეობა ცივსისხლიანი რომელიც არის მახრჩობელა მასშტაბი არ გააჩნია ეგ გავიგეთ კიდე კიდე შეიძლება იყოს რომელიმე ქვეყნის ლოგოზე დატანებული შეიძლება კიდე არც გამოვრიცხავ კიდე ნაწარმოებიდან შეიძლება იყოს ლიტერატურული შეიძლება კიდე
შეიძლება აქვე იყოს. ხო, აქვეც იყო შეიძლება. მადლობა. კიდე? კიდე. ეს 4 გავისროლე. და რა პითონები გახსენდებათ კიდე ცხოვრებაში? რა პითონი არანაირი პითონი არ კარგი, მახსენდება. მაგალითად აი Ubuntu გაგიგიათ. გქონდა, მოდი ჩვენ გრადი. Ubuntu-ც არ მინდა გაგვიგიათ. ეგეთი დახმარება. კარგი. მაშინ გაგვიგიათ თუ არა ბიჭო, ენა. და ენა. ენა? რა ენა? არაფერი არ. მოხარშული ენა ჩვენ- საკმაოდ გველისები. გემრიელია. განაგრძობა. მიდი, გააგზავნე მართლა. პითონი რა შეიძლება ვიყენებ არაფერი არ დახმარებას. გახსენდებათ. პითონი. არის შეგვიძლია გითხრათ, შეგვიძლია არა. PowerPoint-ისაც შეიძლება იყოს. ბიჭო, აი ძალიან ეხა ძალიან ძალიან მიგნევი ისე და ძალიან PowerPoint-ი. მოდი. მოდი აბა. კარგად დაფიქრეთ. აქ PowerPoint-ი ვახსენე. და რა საით მიდიხარ? კლავიატურა. კლავიატურა, მე აბა იტრიალე. Space-ი. იტრიალე მან, იტრიალე. კლავიატურაზე პითონის მაგვარი გზელი არის Space-ის. კიდე რა არის კლავიატურა? გვერდით არის მაუსი. ანუ მთლიანობაში რა ხდება? მთლიანობაში მაუსი, კლავიატურა. კომპიუტერს ქმნის ეს ყველაფერი. კომპიუტერი, დიახ. შემდეგ პითონი და კომპიუტერი პითონის ენა. მაინც ვერ პითონი არის პროგრამა. და ჩვენ რომელიც საერთიეს სამართალზე ვსაუბრობთ მეორე ქართულ ფილოლოგიაზე. ეხლა ბრაზილია, გერმანია. გენიალური მე ექვსზე პროგრამა, წავედი. რომ მინდა იცოდე. მე ექვსზე წავედი. არ წავიდეთ. 6-ზე არ. აქვე ყოთ, კაი, მაშინ. მეორე სართულზე აი მიდი პითონის ენა ხო, მიდი. ხო. ხო, აი ნახე, ხსნა წახვიდეთ კომპიუტერი თუ გაიგეთ. კომპიუტერი თუ გავიდეთ, გამოცდები გახსენდება. გამოცდები გახსენდება, აბა საით მიდიხარ? მეოთხეზე წავედი. აქ უნდა შეხვიდეთ? არა, აი აქეოს რაღაცა და ვნახო აბა. არა, ლენტა უნდა კონდეს როგორც ვიცი, ხო? კარგი, გამატარე. მიგზავნით. ჩვენ შემოვდივართ. აბა, რა გინდათ აქ ეხა რო ვიცოდე. აი ბრაზილია და გერმანია რა. ნახე, პითონი გასაგები გახდა. ბრაზილია, გერმანიაზე რა გახსენდება? ჰა? ბრაზილია, გერმანია. ბრაზილია გერმანიაზე მახსენდება ნახევარფინალი. კი. ანგარიში რა გახსენდება? 7-ით 1 იყო 4. შვიდით ბრაზილია, გერმანია, როგორ გამოდის? ანუ ბრაზილიამ გაიმარჯვა. უი, მაგრამ ბრაზილიამ წააგო. ანგარიში მორჩა. ანგარიში მორჩა, ბრაზილია, გერმანია. 7-ით 1 მორჩა 2015. ბრაზილია მოიგო? არა. ანუ ანგარიში მორჩა? ანუ მორჩა აღარ მახსოვს ბრაზილია ბიჭო, გერმანია. 1-7 გვინდა თოკო, 1-7. 1-7 არ გვინდა ბიჭო. ან 7-1 ან 1-7. როგორ 1-7 აქ არის, ვსო, რატო? ხედა. აჰა, ეს გახსენე. ანუ რა მოხდა? აგო ბრაზილიამ. პითონი იყო ეს? მე არ გამიხარდა ეს წელი, საერთოდ აი პითონი, აი ნეგატიური მსოფლიოა ჩემს. შვეიცოთი გავიდა, ძალიან მალე, აბა. ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ მეგობრებო და ვაიმე. ბეტმენი. უძლიერესი ვარ, მაგრამ სანამ კიდევ ერთ ბერგნის საწავართ ვერაფერს ვიზამ. ბეტმენიებსა და ჯოკერს. სუპერ გმირს. სუპერგმირს. წავიკითხოთ ხმამაღლა. უძლიერესი ვარ, მაგრამ სანამ კიდევ ერთ სუპერგმირს იმ ნივთს არ წავართმევ, ვერაფერს ვიზამ. იმ ნივთს. აი რა შეიძლება სუპერგმირს რო წავართმევ? ბეტმენი ებრძოდა სუპერმენი. ნივთები რო აქვთ ეგეთი სუპერგმირები, ვინ გახსენდება? თორი, რომელსაც აქვს ჩაკუჩი. და ჩაკუჩი. ამ ცეცხლმაგრთან იქნება ჩაკუჩი. ცეცხლმაგრთან ჩაკუჩი კი არა, ცეცხლმაგრთან ნაჯახი იქნება, მაგრამ ნახე, ბეტმენი რა შუაში. და რა რო წაართმევს ბეტმენი ჩაკუჩს რა ხდება მე? სიგიჟია. ვის გავს ბეტმენი? ღამურას. კიდე? კატას. აი ჩაცმულობა ვის მიუგავს, რომელიმე სუპერმენი. პროფესია გერმან გახსენდება? რომელი პროფესია? მოსამართლე. მოსამართლის მეოთხე სართულზე ვარ და ლოგიკურია. არ ვიცი. ჩაკუჩი მოსავები სასამართლო ბიჭო. რა დამემართა. აუ დრო გაგისოჩი. ამოში. მართლა. აი ვეყოფა რა. არა დრო გადის მალე. სადა აქ სასამართლო ოთახი? მე სამართლის სტუდენტს მეკითხები სასამართლო ოთახი სად არის ბიჭო? არ ვფიქრებ ისი ეს რა. კაცვე. აგე? ეგ არის. მობრძანდით. დაიცადე რა არის? თქვენ ხართ ეტყვიტები. მეკითხ არის რაღაც. მეგობრებო, ნახეთ. სასამართლოს ისიც გვაქვს. სასამართლო დარბაზი გვაქვს. სასამართლოები შეგვიძლია ჩავატაროთ. ლევანდელ აბიტურიენტებს მოგმართავთ თუ სამართალზე ჩაბარებას. აპირებთ და გეგმავთ საქართველოს უნივერსიტეტში. წამყვანო ძალიან გთხოვთ რომ დაგვეხმაროთ. ერთ წამით რა წამყვანი მოიცდის მნიშვნელოვან სიტყვას ვამბობ. თუ ფიქრობთ რომ უნდა ჩააბაროთ საქართველოს უნივერსიტეტის
სამართალმცოდნეობის პროგრამაზე. გვაქვს სასამართლო დარბაზი, სადაც ჩაგიტარდებათ იმიტირებული გამოცდები. მე მოგამზადებთ და გადმოგცემთ აქ ნასწავლსად მას. დიახ, გაიხარეთ. კვარას. ქართულში მოგამზადებთ. ძალიან. შემდეგი რა იყო, რა მოვიდა? წამყვანს თხოვეთ დახმარებაო. წავყვანთ თხოვეთ დახმარება. კარგი. გეხმარები. ნახე, აბა, დამეხარებ. წამიყვანე. აპლოდისმენტები. კონფერენციის ოთახი. წავედით. მეხუთე სართული. რატო გადაწყდა? რატო გადატაშს იქ უკრავთ ყველაზე ხშირად? ტაშს იქ უკრავთ. ამარა კინოაკადემია შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მან ის არის. წარდგენები ხდება ხოლმე. შენ შეიძლება არ იცოდე. მაგრამ საქართველოს უნივერსიტეტში. რა გამოყვებოდა დაღლილია. საქართველოს უნივერსიტეტში გვაქვს ქართულ-ამერიკული კინოაკადემია. დრო რამდენი გვაქვს? მისტერ ქორო. 10 წუთი გავიდა. არა, ზოგადად გიყურებდა გისმენთ. კონფერენცია, შანსი არა აქვს. აი, გამომეორეთ დახმარება. დახმარება. ერთი დაგეხმარეთ ეგან. უფრო ხმამაღალი იყო წა. სოფილა. კაი, ტექნიკურად შეიძლება აქ იყოს, ანუ რატო შეიძლება? და რა ვქნა ხე? მაშინ მიდი მიმწანეთ. ჩვენ ვერ შევწყობთ. ხო, მიდი და ჩვენ შემოვთ. არ იქნება, ხო? არ ვიცი. ნახოთ აბა. თუ გინდათ გავრისკეთ, თუ არა და დრო გავა. ბიჭო, ტაში კაი, კიდე რა ვიცი. ტაშზე რა ტაშის შეიძლება? კრით გავიცი. ტაშს ვინ იმსახურებს კიდე? ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვიმსახურებთ. კაი. ის რამე როს რო აღმოაჩენს ადამიანი, ის ხო იმსახურებს ტაშს? მე რა. ბრავო, რაღაც აღმოაჩინა. გეძახიან გითხრა. ვერ შეუვალ. მე შეუვალ. რაღაც კონფერენციაა. არა, მოდი, თქვენ შეიძლება. ძეირან, წაგებულშე. მე შემოწავალ. ეს არის ყველაზე სწორი ლოგიკა, რომ აქ იქნება რა. კი, ტაში დაგვიქო. ხო, მაგრამ ეხა ვინ შევა აქ და რომ შევიდე რა უნდა უთხრა? ძეირან და წაგებულშე ვის. ყველგან პოულობ წითელი ლენტით იმით. ხო, ძეირან და წავიდეთ. მე წავყვან. კაი, შევიდეს. ეს რა არის? ეს საქართველოს უნივერსიტეტს აქვს საქართველოს უნივერსიტეტი სუტპრის არ გვაჩუქებს, წამოწმაოთ თუ რამეა. წამოდან. აი იქით უფრო ცხელა, იქით ყვითელი სკამები. არ შეიძლება წამოდან. მე აქ დაგელოდებით. ხო, თვითონ ცხელია. Hello. არ არის. Hello. Sorry. აქ ხო არ იყვნენ შემოსულები ბოდიში, სანამ დაიწყებდით. არა ხო? კარგი, მადლობა. შეგვაცვინეს და გვაპატიეთ. ჯარ მგონია რომ აქ არის რა. აქ იქნება უეჭველი რა. სამ გავიდა. რაღაც მინიშნება უნდა ვიპოვოთ ძალიან გთხოვთ 2-3 წუთით შევავლებ თვალს აქაურობას და წავწყვეთ ურთიერთობას. თუ დაგვეხმარებით ბიჭო არ არის წამოდი. არ არის, აქ არ არის აშკარა. ხო, წავედით ხო. მე ზოგადად ძალიან მიყვარს ყვითელ ნივთებში ჩაკუჭა რაღაცის რა. აუ, იქ აღარ შემატრიალო, ეხა თუ იქ შევედი და იქ არისო. არ ვიცი, თუ არ შეხვალ, მე შეხვალ. დამთავრდა მამდა, თუ არ შევალს. კიდევ ერთიც და კაი, თოკო, ნუ ნახევარ საათი მივეცი და თოკო დავსხდეთ. სადღაც აქ არის ბიჭო. თოკო უბრალოდ დავსხდეთ. აუ, არ არის, აქ ნახე, აი დაგცილის რა. მე მგონი მართლა დაგვცი. აუ, სადა აქ დამალული. იპოვე? შენ გაგიმარჯოს ღმერთმა. მე დაუბრუნდი ჩემ გუნდებს. ჩვენ ერთად გავაგრძელებთ, რა. ეს რა მის მსოფლიო. მის მსოფლიო? ხო. მის მსოფლიო? წამოდი ჩვენი ზმანა მეგობარი, ფიტული. მოვინახულოთ. ძეგლი მოვინახულოთ. მოვინახულოთ მართლა. რა ძეგლიო, გაიგე? ნეფერტიტი. ჩვენი ერთ-ერთი დიდებული. რატო? მის მსოფლიოა. Easy. ერთი წამი, რაღაცა დროში უკვე 15 წუთია ჯერ გას. ცოტა ხანი ვისაუბროთ თუ გინდა ეს შევინახოთ. ჯეირანი ვისაუბროთ ხო რა. ეხლა რო აბარებდი. ხო. კიდე იგივე ფაკულტეტზე ჩააბარებდი? თუ რამე სხვა საერთშევდი აქ? იგივეზე ჩავაბარებდი, იმიტომ რომ საქართველოს უნივერსიტეტი იმ ხელა შესაძლებლობებს იძლევა. რომ ცოტა რთულია იმის დაჯერება, რომ აირჩიო მიმართულება და იმ მიმართულებას შენი თავი ვერ იპოვო, მაგრამ რა თქმა უნდა ხდება ესეც. მეგობრებო, ასე რომ სანამ ჩააბარებთ, ზუსტად მიიღეთ გადაწყვეტილება და დაფიქრდით იმაზე, რა საქმე გსურთ რომ აკეთოთ მომავალში, მაგრამ ამ ყველაფერში რა თქმა უნდა ეს უნივერსიტეტი ძალიან ეხმარება სტუდენტებს. დიდი მადლობა, ძალიან სასიამოვნო იყო. მოდი, ამოიგე. ეხლა სწრაფად გავაგრძელოთ. მეხუთე. მეხუთე რა არის? ის ურჩევნია მამუსა.
წამყვანის ტელეფონს უსმენ. აუ მე გასასვლელი გავიცით ბიჭებო. ერთად გავიდეთ სადაც გადიხარ შემოგევლე, მართლა გვერდში დგომა არ გვეშლება. მართლა გინდა. კი, წამყვანის ტელეფონს უნდა მოусმენ. კარგი, არ ჩაიხედოთ მაშინ. უბრალოდ უნდა მოგასმენინოთ. არაფერი ისმის ისი? ჯერ არ ჩართულა? არაფერი ისმის. ხო რო აუციოთ თუ შეიძლება. ეხლა სტამბა. რაღაცა იბეჭდება. მოიცა. ახლიდან რო ჩართოთ. თავიდან, რა თქმა უნდა, ეს შეგვიძლია ჯერ მოусმენ და მე მივსვათ ხოლმე. სტამბაო უეჭველი, ის სკოჩის ხმაა, ბიჭო. სკოჩის ხმაა. მოდი მე-6 სართულზე ავიღოთ რა. რა გვინდა მე-6-ზე? სკოჩს იქ მე-6-ზე რაღაცები დევს, ხო. წამო ესე ვიაროთ რა. წავედით. სალამი ხალხო. ჩვენ ასეთ არ გვეჩქარება? არა მან. ჯერჯერობით აქამდე კარგად მიდიოდით. ახლოს კარგად მივიდეს ჩემი ხოლოს არუს ვინო გეუბნებ დამაბნეველი. ნოსტალგიური ხმა იყო ბავშვობიდან მოდი. სკოჩის. გაფუჭებული ტელევიზორის ხმა იყო. მემზანი. აქ რა ხდება? აქ არის გაფუჭებული ტელევიზორი. ტელეფონი. ტელევიზორია, ძმაო, გაფუჭებული. ერთად ვიაროთ, თორე აი აი ესე უყვართ ჩვენთან. გაფუჭებული ტელევიზორი. აი, ტელევიზორიც. იქ საბეჭდი მანქანა მოდი. აქ არის საბეჭდი მანქანას, მაგრამ აი ესე მივყვეთ რა. აი, ხო გითხარ. ანუ მიხვდით. კი, აბა საბეჭდი მანდა მანქანა. იქა. მაგრამ არის ხო იქ საბეჭდი მანქანა. მე წერ საბეჭდი მანქანა. რენტგენ თუ რა არის? არქეოლოგიაში გადავიდეთ. მაგრამ არქეოლოგიაში რატო? რაღაც უნდა აღმოაჩინოთ ვერ ხედავ. ამას აკვია ნაწილები უეჭველი. თუ რა არის? არქეოლოგიაში. ეხა რომელ კურსზე ხართ? ჩვენ? მე-4. არ მოუწია მე-4 სართულს? არა, ანუ ესე გკითხეთ. უბრალოდ ხო. დრო რამდენი დაგჭა მისტერ ქორო? დრო დაგჭათ 12 წუთი სადღაც. და რამდენი მინიშნება კიდე? ძალიან ცოტა, ალბათ 1 კიდე და მორჩა. მომია რა აქ არის, აქ. აი ეს ორი გავს ერთმანეთს ბიჭო, მაგრამ რამე ძალიან ძვირადღილებული არ დავამტვრიოთ. ამათ შემოუშვებდნენ აქ? ეს კარგად ნახე? მიდი ცოტა უფრო კარგად ნახო, მაგრამ ერთად უნდა ვიყოთ ხო? ბიჭო რაღაც ეს დამათვალიერებინე არა კარგად. წიშო მოვკლავე. აი ბიჭო, ეს და ეს ხა არ გავს ერთმანეთს. აი წამ გავიაროთ. ორი აქ ქვები რამე ხვა ნახე რამდენია. მაგრამ ყველა ჩაკეტილი აქ რანაირად ტიპ. Sorry. მაჩვენე ეგ ფურცელი. არა, იქ ქვებშია ბიჭო რაღაცა რა, ხვა იყო ძმაო. ბიჭო, ნახე, აი ამ ქვას არ გავს ეხა ეგ რაცაა გადაღებული? რამის თან ხო არ ხარ ის. არა, წითელი ლენტი არ გაქვს? ხონდეს აუცილებლად. ბიჭო, რა არის ეს? აბა დახედე რა უნდა იყოს. ბიჭო, რაღაცაზე არის. აი აქ არის რაღაცა და ვერ ვხედავთ ეხა. მე რა აბა კარგად დააკვირდით. აი, ძალიან კარგად დააკვირდით, აბა. ძალიან კარგად დავუკვირდები მაქსიმუმ მოდი, აბა დააკვირდით. მეორე თვეში სადღაც. ძალიან კარგად თუ დავაკვირდები. არის ყველა მხრიდან დააკვირდით. ეს ხელას იკითხე და მაიცა. ხანაირო დაანათო, მოდი დაგინათებთ. რა შეეგულია რამე შედეგს მოგცე? უი რაღაცა გამოჩნდა, რაღაც მიღაბია თუ რა. სახეა ბიჭო. პროფილია. ნახე, კარგად დაანათებო კაცრავას. 2 წუთი დარჩა. რაღაც პროფილი, სახეა რაღაც. სახე გამახსენე ღმერთო ჩემი. ცხელა, ცივა, თბილა. რა ვიცი, ცივა? კი. იქ ცხელოდა ხო? ოფლი მოგდიოდა და მთელი ამბები. იქ ეხა ცხელო პრინციპში. არა, წამოდი. მოი სადიქით ჯერდა. ცივა? სეირნობთ თუ რა? ხوار უნჯერებთ ხაჟერთა ხომდით. არა, ეგ მაშინ როცა ვიცოდით თორ. ბიჭო ეს უკაცრავად არ შეიძლება. ეს ჩვენთან ამოპრინტერებ? კი. ეჭიროს არა, იმიტომ ჩვენ კარგი პრინტერები ვართ. ეს აი ბიჭო, რაღაცა სახეა პროფილში, ხო? აქცივა ხო რო? თუ თბილა. არ ვიცი. ხო кайფებია თქო უკვე. მე-6 სართულზე სწორად მაინც ხო? ამდენ შორი მოდიადა. დავით მანიშნე რავი. სახე. აბა კარგად დააკვირდი სადმე სახე ხო არ არის.
მე-6 საფულზე რატო ჩაიციკლეთ მაინც და მაინც. სწორი. აქვს სწავლო. და ახლა მე სახე არ დინახე. აი როგორ არ მინახავს აი. რა შუაშია? შავი სახე კი აქვს. და ნატეხი. აი ამის ის არის. ამ ეს საკლია, ნახე? აი საკლია ზმაო. ეს რო დავთხოვა იყო, თუ ეხა ჩვენ ეს წითელი რა. ბიჭო, მართლა ისაკლია ზუსტად. როგორი კა. ანუ ეს საკლია. არ არის ახლა. თქო, უარესად როგორ არ არის? აჩა ხედარი, აბა. აი, წაიკითხე ხმამა. ზის კრემი, წვიმა, გოლგა, გაზი, აირწილაკი და ტყვია ბრონი. ანუ ეს არის რა საფრთხე პირობითად მათემატიკურად დავიღო და ეს არის ამ საფრთხისგან თავის დაცვა. მათემატიკურად. მზე მზის კრემი, წვიმა, გოლგა, გაზი, აირწილაკი, ტყვია ბრონი. წამოდი. მითხარი რეც მოიცა რა. 7 წუთი დაგრჩათ. და ბოლოა? ყია ბრონი. ეს არ ვიცი. კარგი რა. ყია ბრონი ვიცი. შენ რა შეიძლება იყოს? არხი რო გამოვიწეროთ სანამ ბიჭები შეელობენ და ისა. ასევე კომენტარები დაგვიწეროთ თბილი როგორც იცით ხოლმე. მადლობა, თაუბრობდეთ. რაიმს შელეთ ხმამაღლა მინდა რომ მე მინდა რომ იგეჭა. მე მივიდოარ ჟურნალისტიკისკენ რა. და იგეჭა ჭავაზე. იმიტომ რომ ჟურნალისტი ყველა სიტუაციაში უწევს მაგრამ მუშაობა. ეს ყველა ერთიდან არ უნდა იმსჯელო. ყველა და არ უნდა იმსჯელო ერთად. ხო და ეს არის საფრთხე და ეს არის საფრთხისგან დაცვა, თავის და თავდაცვა. კარგი და ხარ. თავდაცვაზე რა გახსენდება? რისგან ვიცავთ თავს? არა, რისგან ვიცავთ? არა, ზოგადად თავდაცვაზე უნდა დაცვის ოთახი მახსენდება. დაცვის ოთახი მახსენდება და თავდაცვაზე. მაგრამ პირველზე ხო არ დავიშვი. ეზარებად დავიჭე. აი თუ ეზარებად გზაში აგვაშერება, წავიდეთ პირველზე. ხო, დაცვა რა. დაცვის ოთახი, ხო. წამო იქიდან ჩავიდეთ ცოტა რა. ერთად გადი თუ დაგშა? 6. 6? ლიფტით ჩავიდეთ? აი, ლიფტით ჩავ. წამო, კაი. ნახოთ ო, როგორ მესმითი, ზემოთ არ ამოდის, წყულა არ ჩაგუყვა. მართლა. კი, გასო. კი, არ ნერვიულობ. აი, ყველაფერი ერთხელ კარგად იქნება. ო, გაი, წამო. მე დარწმუნებული ვარ, რომ დაცვა ამ ყველაფერთან კავშირში. მეც აუცილებლად დაცვა. დაცვა. რანაირად არის? ახე მზე და მზის კრემი, მზის კრემით გასშვებით თავს ვიცავთ. შეიძლება. წვიმისგან თავს რითი ვიცავთ? აი, მიდი. ამბრელა, ჩვენც დაგიცავთ. მოგდონით. კოპატიეთ და ჩამჭიდე. აი, კიდე შეგეძლო. ნახე შეტრიალე. მაგიტო დავდე. ჰეი. ო? მოგესალმებით. აი, ესეა. ბოლო აფორო. რა ეს? ვატყობ რომ ეხა დრო დაიკარგება და არ ვიცი. რამდენი წუთი უნდა კიდე. ზემოთ დაბრუნებას. ეს შევიდეთ ამ მაგარი ფცემო. სადაც შეიძლება კავშირში წავედით. წავედით. მომკიდე ხელი. ბატონო მე სხვადასხვა მეგონა რომ დავინჩზე იქნებოდა რამე და მონალიზას ვაკურდებოდი. მე ილია ვაჟა არაფერი იყო გასაკანი. არა. დაცვა. დაცვის ოთახი 116. ვაიმე. ვითომ ქოროსნა დახვა. დაგიდილია. ვაი. აბა სადმე დიხართ ახლა? სამიგიო? რო ვიცოდე. გარე ჯიხურში ხო არის დაცვა გარეთ, მაგრამ აი კაი. აგობა. მართლა. მართლა ვერ ხედავ. ორ მიგვაკრეს. ნახეთ? ვაიმე, 4 წუთი და. 4 წუთი დარჩა. დავა? კვარა, გაახილე თვალები, ბიჭო. ასე გახელილი ჯერ არ ქონი. ერთად რო ვიყოთ. ერთად რო ვიყოთ, რა უნდა მაინც დაცვიდან ხო უნდა გავიხედოთ, დაცვის თვალით უნდა გავიხედოთ. მე ხო იცი ვიტყუები. კამერა სადაა? ამ გადაცემაში შემიძლია რომ მოვიტყუო. კი, შეგიძლია, მაგრამ მაგას ხო არ გააკეთე, იმიტომ რომ კარგი ადამიანი. გავაკეთე. უკვე გააკეთე? ეხლა. უი. რა ვარიანტები გვაქვს? აბა ვიმსჯელოთ მაინც. დაცვა გვაქვს ვარიანტი. ერთადერთი ვარიანტი მე- არის დაცვა. აქ ვართ დაცვასთან. აჰა, კარგი, კიდე. კი ბატონო. სათვალთვალო კამერა, მიხოა. არა, ჯიხურში გასვლა ბიჭო, არა მგონია ეხა გარი. ვახ, აქ რა. მაგრამ ეს დაცვასთან რა შოშ. ერთად. მოდი რა შევთან ხო ახლა. რა ხვდები? ამ აზრ მომიდა რომ შევანგრიო ეხლა. მიდი. აბა რომ მიდის?
ცოტა დარჩა. ძალიან ცოტა დრო დარჩა. ყველაფერი წეგან ხომ მსჯელობდით, იმ მსჯელეთ და ყველაფერი გააკეთეთ. არიღება ეს. მსჯელობდით არ მახსოვს, მაგრამ ჩვენ დაცვა რაღაცისგან გიცავთ. გარეთ გავიდეთ ჯიხურში? გარეთაც შეიძლება რომ იყოს. კაი, წამ ჯიხურში გავიდეთ. სასუქარი იქნება ჯიხურში ალბათ. წამ. Просто დრო გადის? დრო გადის ძალიან ჩხარა ვქნათ მაშინ. წამ. ვა, იმათ ვერ დაეწევი ახლა. დაგველოდეთ, თორე ვერ გადაგიღებთ. ერთ წუთს დაგიმატებთ ამის გამო. კი ბატონო. მგონი ბელინგემივით ხელები უნდა გავშალო. ილონ მასკის არის მოსული ჩვენთან მე მანქანით. ვფიქრობ, რომ შეგომჩნიეს და ცუდად არ გვითამაშია? ილოცავ ბატონო. მაინც ჯერ ერთი წუთი დარჩა. ოპა. რატო გვაყენებ? არ ვიცი, ჩაგიკეტეს. კარი ჩაკეტეს. და იქიდან მოვიდე. წამ. გამარჯობა. იუჯიკოს გეტყვის და წითელი კონვერტი რომ მოვიცეთ რა. ან ჩანთები. ამას უდადე. მე რა ვიცი შენ ბიჭო მოდიან. არ მახსოვს უბრალოდ. გაიხარეთ? მოიცა რო შეაღოთ? ბიჭო, ბელინგემივით ხელები რომ გავშალოთ, თქო თუ შეიძლება. მიდი გამოვართ და მე აქ ვიდგე. მადლობა. ვა, ეს თქვენ? არა. რა თქმა უნდა მე. კორო, მადლობა უღრმესი. რაიცა დრო უნდა ვნახო. ჩაეტიეთ. ბიჭებო, გილოცავთ. მადლობა. გილოცავთ. შენ კი არ გინდოდა გარეთ გამოსვლა, მაგრამ კაი, მეგობრებო, მართლა კაი. დაწერეთ, რა ვიცი, კომენტარებში ბიჭების მსჯელობა მოგეწონათ თუ არა. ასევე მოგეწონათ თუ არა ზოგადად უნივერსიტეტი. ეს თამაში ხვდებით ალბათ, რატომაც გავაკეთეთ, რომ გაჩვენოთ რამდენი სივრცეა საქართველოს უნივერსიტეტში და რამდენნაირი განშტოება აქვს ამ შენობას. თვითონ ბიჭები შეაფასებენ ახლა საკუთარ თამაშს და დაგემშვიდობებით ჩვენ. აბა შეაფასებთ. მე ცუდად დავიწყეთ, მაგრამ რა, იმიტომ comeback-ები რომ ჩვენი ბრალი არ იყო ცუდად რომ დავიწყეთ. ეგ იყო იმის ბრალი, რომ არც ერთი არ ვსწავლობთ IT-ის მიმართულებით. მაგრამ ნუ შეგვეძლო, თავიდანვე არა, ითონის პროგრამა არც მსმენია და სავარაუდოდ ერთგვარში დამავიწყდა. უბრალოდ ისევ. არა, მე არ დამოვიწყდებოდი. აქამდე ვიწყებდი. გველზე ისეთ თავდაჯერები წავედით, რომ ყველაფერი ძალიან კაი იყო, მომეწონა გავერთეთ. კი. აი, გილოცავთ? და ჩააბარეთ ყველაზე რეიტინგულ კერძო უნივერსიტეტში. იო.